ხშირად შემხვედრია აი თანამედროვე რაგბშიც, ქართულ რაგბში. ალბათ ყველგან სხვაგან უფრო იმდენად რაგბთან, იმდენად ფეხბურთთან მქონია შეხება და რამდენად არიან ქართველი აი დამწყები ბავშვების მწვრთნელები ფსიქოლოგიურ კურსს რამდენად გადიან. იმიტომ რომ ისინი მაინც ძალიან ნაზები არიან ამ ფსიქოლოგიით და ხშირად მინახია ისეთ სიტუაციებში შევსწრები ვარ ხოლმე არის ყვირილი, წივილი, შედეგზე გამოკიდება, ცალკე ფენომენია ასე ვთქვათ ბჭყალებში მშობლების რეაქციები იქიდან ამაზე, მერე არის ერთმანეთში ჩხუბები მშობლების, მერე სტადიონის დისკვალიფიკაციის მშობლებს საერთოდ აღარ უშვებენ ფესტივალზე რაღაც დისკვალიფიკაცია აქ ანუ 7-ის და 8 წლის ბავშვების მშობლებს. აი რამდენად მიმდინარეობს თქვენთან აი ამ დარგის აი ამ კუთხით გასაგებია რომ პედაგოგი უნდა იყოს, ყველა მასწავლებელი უნდა შეაყვაროს ბავშვს და აი ფსიქოლოგიური გაკვეთილები რამდენად არის მასთან? გიორგი, შენ ახლა აი 2 წუთში ჩამოთვალეთ თითქმის ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ, რა ვიცი, რომელთა გამოსწორებაზეც ჩვენ აი მუდმივად მუშაობთ, როგორც კი გვაქვს ეს ყველა ასე ვთქვათ, სწავლება, სემინარი, განსაკუთრებით პირველი დონის, რომელიც აი საფესტივალო ასაკის ბავშვებს ეხება, იქ სუმაგაზე გვაქვს ლაპარაკი, მაგრამ არის რაღაც ობიექტური მიზეზებიც, ალბათ სუბიექტურიც, რომელიც ეხა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი ხელის მოსმით გადაწყდეს ეს საკითხი რა. მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიდის და პირველ რიგში მიდის იმის ახსნა, რომ ძალიან განსაკუთრებული და ძალიან თავისებური სპეციფიური პროფესია არის ბავშვთა მწვრთნელი რაგბიში. აი კარდინალურად განსხვავდება დიდების მწვრთნელობისაგან. რა და ყველაზე დიდი და ესეთი შეცდომა, მძიმე შეცდომა, რომელსაც მწვრთნელები უშვებენ ხოლმე, განსაკუთრებით ისეთ მწვრთნელები, რომლებსაც შეიძლება დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, როგორც მოთამაშეს, შეიძლება მაღალ დონეზე მოთამაშესაც კი და როცა მიდის ბავშვებთან მწვრთნელად, ისე უდგება ამ საქმეს, როგორც აი როგორც თვითონ ავარჯიშებდა ვიღაც დიდ გუნდში მწვრთნელი, ზუსტად აი იმ პრინციპების დაცვით, იმ მოთხოვნებით, იმ ხანდახან გაგიკვირდებათ, მაგრამ ხანდახან იმ დატვირთვებითაც კი, რომელთაც აი თვითონ ავარჯიშებდნენ. ეს არის აბსოლუტურად მცდარი მიდგომა რა. ბავშვებთან მთავარია ამას მოზიდვის ეტაპს ვეძახით, ჩვენს აქვს მთავარია, რომ ბავშვი შეაყვარო რაგბი. შეიძლება უბრალოდ აი რაგბის ბურთით მოძრავი თამაშებით, რომელიც შეიძლება მთლიანად 100%-იანი რაგბიც არ არის, უფრო მეტი გააკეთო და უფრო კარგი საქმე გააკეთო, ვიდრე დაუშვათ 8 და 10 წლის ბავშვის უკვე კომბინაციებიდან და რაღაცა იქიდან პირველი და ფაზა და მეათე ფაზა და რაღაც ფეხით თამაში და ასე შემდეგ. და თულია ვერ ვიტყვი რომ იცით რაღაცა დამკვიდრებული ტრადიციის შეცვლა უფრო ძნელია ვიდრე ახალის დამკვიდრება და ჩვენთან ეს სამწვრთნელო საქმე ძირითადად დაიწყო ვისაც ჰქონდა გამოცდილება პრაქტიკული როგორც მოთამაშეს და პატარა დიდი ბავშვი სულ ერთი იყო ერთნაირად უდგე. ხა ნელ-ნელა იცვლება ეს მიდგომები და აი ერთ ფაქტს მოვიყვან რომ ესე იგი მეორე დონის მწვრთნელი ანუ ჭაბუკთა გუნდებისთან მუშაობის უფლება ვისაც აქვს იმ დიპლომის ასაღებად არ არის სავალდებულო რომ პირველი დონე გქონდეს იმიტომ რომ იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან რომ დაუშვათ ის განიხილება როგორც ცალკე ასე ვთქვათ მიმართულება მეორედან უკვე მესამე რო აიღო იქ მეორე დონე აუცილებლად უნდა გქონდეს და აი აქ პირველი დონე აი ამისთვის არ არის აუცილებელი